ჩვენ მიმართ გამოგზავნილ წერილებზე პასუხი სტანდარტული პრაქტიკაა. ამას აკეთებს ყველა დიპლომატიური მისია, როგორც უცხო ქვეყნების საელჩოები საქართველოში, ისე საქართველოს საელჩოები უცხოეთში. ჯავრდებულ ცეცხლაძესთან მიმოწერის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა დუმილი დღეს პირველად დაარღვია. თუმცა კვლავ ამტკიცა, რომ წერილზე პასუხის გაცემა ვისიც არ უნდა იყოს ის საელჩოსთვის სტანდარტული პრაქტიკაა. პაվել ჰერჩინსკიმ თავის მართლებაც სცადა და იქვე დააკონკრეტა ისიც, რომ წერილი საელჩოს თანამშრომელმა დაწერა, შინაარსი კი მისი პირადი მოსაზრება იყო. კონკრეტული წერილი კი ეხებოდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების თემას. მე ამ წერილს ვუპასუხე, უფრო ზუსტად ჩემი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა უპასუხა. რა თქმა უნდა, წერილზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიზიარებთ წერილის ავტორის პირად მოსაზრებებს. პაվել ჰერჩინსკის ამ განცხადებამ მმართველი გუნდისთვის ევროკავშირის საელჩო სტანდარტები გამოააშკარავა. დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ ძალადობრივი აქციების ორგანიზებისთვის მსჯავრდებულთან მიმოწერა ხელისუფლებაში ძალადობრივი ჯგუფების წახალისების. ოპოზიციაში კი არსებული მძიმე ვითარების გამოსწორების მცდელობაც შეფასდა. მეტიც, ოპოზიცია პრობლემას ვერც იმ მხარდაჭერაში ხედავს, რომელსაც ევროპელი დიპლომატის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ადამიანების მიმართ გამოხატავს. გულგრილი ვერ იქნებოდა საქართველოს მიმდინარე პროცესის მიმართ, უბრალოდ თავი განსხვავება ის არის, რომ ეს ხალხი შიუტად არ ცნობს ამ ფაქტს, რომ საქართველოში მყარდება დიქტატურა, გულისხმობ ოცნების წარმომადგენლებს. თუ იმას გონია, რომ ქვეყანაში, რომელიც ევროპის შემადგენელ ნაწილად ითვლება სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებს შეზღუდავს დიქტატურულ კანონებს მიიღებს და ამაზე ევროპელები კომენტარს არ გააკეთებენ, ძალიან ცდება რა. ვინც საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროკავშირთან, რომელიც როგორც გაერთიანებასთან აზიანებს, არის ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების სპიკერები, თავისი სიძულვილის ენით გამსჭვალული, ანტიდასავლური რიტორიკით შეურაცხმყოფელი განცხადებებით დიპლომატების წინააღმდეგ. მმართველი პარტია კი ევროპელ დიპლომატს იმ პროცესების სახალისებაში ადანაშაულებს, რომელსაც ტრამპი ამერიკაში რადიკალურ ექსტრემიზმს და ტერორიზმს უწოდებს. ქართული ოცნებისთვის ცალსახაა, რომ პაվել ჰერჩინსკი შიდა სახელმწიფოებრივ დემოკრატიულ პროცესებში უხეშად ერევა. პროცესები იმართება გარედან, მათ ყავთ თავიანთი პატრონები და იმ ზოგიერთი ელჩის სახით, რომელიც პირდაპირ ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული და პირდაპირ შეიძლება ითქვას ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს, რა თქმა უნდა, არის იმ ძალადობრივი დაჯგუფების ნაწილი. პირდაპირ ხდება წახალისება, დაფინანსება, მხარდაჭერა ისეთი მოვლენებისა, რომელიც არის პირდაპირ წინააღმდეგობაში დემოკრატიულ პრინციპებთან, ქვეყნის კონსტიტუციასთან, არჩევნებთან და მათ შორის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის საკითხებთან. დაუშვებელია დიპლომატი გახდეს შიდა ტერორიზმის ერთ-ერთ სპონსორად. და სწორედ ამ პროცესთან გვაქვს საქმე, როდესაც ევროკავშირის ელჩი პასტორალურ ჟანრში თითი რამბებს უგზავნის იმ ადამიანს, ვინც სახლში ინახავდა მაგალითად მოლოტოვის კოქტეილებს. ის რაც ევროპის დედაქალაქებში კრიმინალად ითვლება, ანტერორისტად ტერორიზმად ფასდება, საქართველოში ეს აზრის გამოხატვის თავისუფლებათ არის ზოგიერთი ევრობიუროკრატის მხრიდან მონათლული, რაც ძალიან ცუდია თვითონ იმ სტანდარტების მიმართ ნდობის თვალსაზრისით, რასაც ევროპული სტანდარტები ქვია. ევროკავშირის საელჩოს წერილის ადრესატის ზვიად ცეცხლაძის საქმეზე განაჩენი უკვე დამდგარია. დეკემბრის ძალადობრივი აქციების ორგანიზებისთვის სასამართლომ მას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.